დილამშვიდობისა, ამ წუთასავდექი დასწებული ვარ, ანუ აქ შეყვება. ეს ნახეთ. ანუ არავის არ გადაუხდია. თვითონ ქნა. ისე აქ დგას. სათამაშოთი უკვე. აი, დილამშვიდობისა, ლამაზათენდები, გილოცავთ გიორგობას ყველას. მისი ძალა და მადლი იყოს ჩვენი ყველა სიმფარველი. წაღნა მომიგდო. მოგონებები და ის კოჯრის ტყეში მარიამ ბლანკს რო შევხვდი. უბრალოდ თვითონ დამიძახა. ღმერთო როგორ გამიხარდა. იმ ფოტოზე აღბეჭდილია სიხარული. როგორ მიყვარს. როგორ მდგივა გული რო აი ასე. მოულოდნელად. აღარასოდეს აღარ შემხვდება. აი ვუყურებდი და ვფიქრობდი იქნებოდეს მე კიდე შემხვდეს თქოს. ამინდა. მოდი ლობიანებს შევონთოთ. ლობიოს. გუშინ ესე მერგა ტელეფონი. ხო და დაუბერა ქალმა და იქით ვიჯექი და გავიგე ხმა, როგორ დაეჯახა ტელეფონს. მოუსწარი. აი აქ ვიჯექი, იქით ოთახში კი არა. ეხლა რა მინდა, მწყურია სასტიკად, აი სასტიკად. ჩავაკროთ. ხვარი დღეები, რომლის განმავლობაში ცოტათი უფრო მეტად გშიათ ხოლმე. ან მთელი დღე გშიათ ხოლმე. გუშინ, ანუ კი არ მინდოდა რაღაცა, ან განსაკუთრებული, ან ბევრი, რაღაცა სულ მინდოდა, სულ მშიოდა თითქოს მთელი დღე და საღამოსაც. გუშინ დღე ძლივს გადავაკორე. ისე გვიტყვი, კალორიებს არ ვიტყვი. უბრალოდ ვუსმენ ჩემს ორგანიზმს. ვაკონტროლებ მკაცრად იმას, რომ ზედმეტს არ ვჭამ. და ღამე არ ვჭამ. ანუ დღეს ვჭამ სიმშირის მიხედვით და ღამე ახარ ვჭამ. კიდაც მომშივდეს. გვიან, ანუ ვის მერე. გაჩნია როდის ვისა, ვიბახშმე. ეს. ასე. მომ როგორ ხარ, როგორ ბრძანდებით? როგორ გიკითხოთ? ეხლა ამას გავიგეთებ. ძალიან გემრიელა დავლევ ყავას. მიწის თხილით. ძალიან მეყვარს მე მიწის თხილი, ხო იცით? ხო და შოკოლადითაც. მიწის თხილით შოკოლადი. აი, როგორ მსუნაგი ვარ. ესენიც კი რო დავხედავ, დიდები რომლებიც არის, ან უკვე გაფრთხნილები, მაგებს ვიღებ. დამიწერაც იცი როისო, მე არ მიყვარდაო და მეც ასე ვჭამო ხა დილასო.
ძალიან კაი მეაპროსა. ძალიან სასარგებლოა. თან ძალიან გემრიელია. და ყავას ძალიან ხდება. დამე საათია. დამრჩა ის ამოვიტერ მისად. დამრჩა ამის გაკეთება დამოვიწყდეთ. აი ეს ადგილი მეფხანება სასტიკად. რაღაცა თქოს მაქვს ალერგი. არ ვიცი რაზე. მეფხანება გუშინ საღამოდან. ეს ხო ჩავთე. დიო. სომო ეს რა გიქნია, ჰა. ეს რა გიქნია? რატო გაიქეცი? ახლა ყავას რო დავლევ ჩავზელ. ზედმეტს მოვაჭრი. მე გადავაგდებ ეს გამხმარიაცაი. ძალიან მალე ამოვიდა ეგ შევამჩნია. გუშინ საღამოს უკვე ამოვიდა. არ ვიცი რატომ. შეიძლება საფუარი ახალი ჯერ მქონდა. დარან სიტყვაში იყო. გაწვა ქონდა ჩართული. მაგიტო. თორემ ძველი საფუარი იმდან ხანს უნდებოდი, უკვე აღარ შემეცლო. მაგნახოთ რა სიტუაცია დაჟღმა თუ შეიძლება. კაი. შვენიურად. და მოდი შოკოლადიც ავიღოთ. ან მგონი შავი აღარ მაქვს და ეს გუშინ რო ვიყიდეთ იმას ავიღებ. ეს არ მიყვარს მე ეს დაბაევს კი. მოიცა. აი მე ვიცი რაღაც უნდა ავიღო. და ეხლა თქვენთან ავხართ, ოღონ გესმით მაგ ჩემი ხმა. აი, აჩვენებთ რა მაქვს. ესენი ხო ჭამენ უცებ. ხო და მე ხო უცებ არ ვჭამთ, ჰა? მაგ ხოლმე ყოველთვის შენახული. ედიქტო. და მოვიტან სკამს. სკამს კი არა და ბალიშს. ასე. Potato. Hakarikia. Ram ხება დეპრესიული პერიოდი გამოვიარა. კი, იცით, მაგრამ მე მგონი მაინც ვერ წარმოვიდგენთ კარგად. იმიტომ რომ მაინც აქ ვიყავი. მაინც ვიღებდი. კი მეტყობოდა. მეც დაარხსაც, მაგრამ რა ოფისო, მიღრენ? და მიღრინო. ჩემი ფისოა ეს. ხალხო, ის ბაზარი რო დაიწვა. ბორჯომის. ასე შინელებაა. არ მინდა იმაზე ფიქრი. რამდენი დანაკარგი ნახა იქ ხალხმა. როგორ ფიქრობთ? გლეხები იქნებიან? ბორჯომის ბაზარი თუ დაკეტილია. ანუ ეგ ტერიტორიაც დაიწვა? ახლა ზუსტად არ ვიცი რომელი დაიწვა. მე მგონი ზუსტად ეგ იწვოდა. და ის გლეხები სად არიან ახლა? თუ აღარსად აღარ არიან. ამასაც იქ ჩამოქონდათ.
ბისკვიტი აქვს გულში. შოკოლადიანი. მაგრამ კაია, მაგრამ ცოტა მარილიანიცაა. ზემოთ გამარილია. ბიზა მოდი. ბიზა. დღეს უნდა უყიდო ბონის ისა. საფენები აღარ გვაქვს. გუშინ ბოლო არ ვიღე. გუშინ გავედით. კი მინდა ნაყიდო. მაგრამ შევიხედებ ეს შემდგენი ხალხი იყო. ევა შემეცოდა იქ დასაყენებლად. თან ბოლო მქონდა რა მეთქი. მე ხარ ზემოთ შოკოლადია. მერკი ჯანდაბას. ესე იგი როცა ცუდად ხარ. როცა ცუდად ხარ, ანუ გულისხმობ მენტალურად. ყველა ის შენი ანუ ჩვენ თავის ყავს დიმტერი, ჩვენ ვართ ხო არის გამოთქმა. ხო და ხო და ყველა ის შენი უარყოფითი მხარე კი არა. მავნე ჩვევა. რომელიც დაბლოკილი ქონდა. მოძრება. და იღებს ვერხს. ან შეიძლება გიხმარება. იმაშიო გადარჩა. როცა ძალიან ცუდად ხარ. ამიტომ რომ ყველა მავნე ჩვევა ოდესღაც მექანიზმი იყო, რომელიც ჩვენმა ტვინმა იმის მოიფიქრა, რომ გადავერჩინოთ. ორნაირად შეიძლება შევხედოთ. ხო და მოკლედ საერთოდ ძალიან საშიში მდგომარეობა, ანუ ძალიან გეშინია, იმიტომ რომ დეპრესიაში ხარ. ძალიან ცუდად ხარ. და იმან რასაც წლებია ებრძვი და რაც მოთვინიერებული ყავს, გამოაღწია გალიიდან და დაგიყვარო. და იმაზე ხო ჯავრობ და დარდობ, რომ ესე ცუდად ხარ, შენ თავს ეუბნებია რატო ხარ ცუდად, რატო უნდა იყო, ანუ უბრაზდები ცუდად ყოფნისთვის შენ თავს. მე მომენტში უმკლავდები ამ ცუდად ყოფნას და მიზეზებს, რომელიც იმ მომენტში ბოლომდე არ იცი, იმიტომ რომ ქვეცნობიერს ეშინია, რომ ბოლომდე გაგიხსნას და გაჩვენოს და ნელ-ნელა გაჩვენეს და ამ დროს პარალელურად ფონურად ეს შენი მავნე ჩვევა თუ დამოკიდებულება თუ რა არის, შემომჯდარი და მიგაჭენებს რა. და ახლა ამას რატო ვამბობ? დარწმუნებული ბევრი ადამიანი იქნება, მარტო მე არ მქონია ეს და თუ ახლა მიყურებს, ანუ ოდეს მე რაღაც დროის მერე ნახავს ადამიანი, რომელს ამ მდგომარეობაში იქნება, რომელშიც მე იცოდეს, რომ it's okay, ნორმალურია. ანუ ის, რომ მაგალითად არ შეგვიძლია ადამიანთან ურთიერთობა და იკეტები შენ თავში ნორმალურია, იმიტომ რომ გაიც რომ გადიხარ, კიდევ უფრო მეტი ტრიგერია. აი მაგალითად მე ერთი ეგეთი რამე მქონდა, რომ ვაფშე ჩავიკეტე, არცად აღარ მივდივარ, აღარ მივდიოდი, აღარ კონტაქტობდი, ან ჩემ თავში დავრჩი და ჩავრჩი და რატო? იმიტომ რომ მივდივარ სადმე. ანუ მიხარია. იმ მომენტში, ანუ ჯამში კი არ ვარ კარგად. იმ მომენტში ვარ კარგად. და რომ მიხარია, ეს ჩემი დამოკიდებულება იღებს ვერხს და მე ამ დროს ვჭამ ბევრს და იმდენს, რომ ეს კი არ მთავრდება სახში რომ ბრუნდები. ეს როგორც გრძელდება კიდე ერთი კვირა. განსხვავ დროს ავჭამ რა, ანუ ამბობ აი ტორნადოსავით რომ გადაგივლის. ანუ კილოგრამობითაც ავჭამ, უბრალოდ ჩემთვის ზედმეტს.
და ამასთან მე ცალკე მიწევს კი გამკლავება, ხვდები? ამიტომ თავს ვიცავ იმით, რომ მაქსიმალურ იზოლაციაში ვარ. მე წარმოვიდგინეთ ეს რაც უზად ჩანს გარედან. ამის ახსნაც არ გინდა, იმიტომ რომ ძალიან მტკივნეულია. ერთ ამ ფიქრობა შეიძლება მაგალითად ადამიანმა იფიქროს, რომ რაღაცას უბრალოდ იგონებ. და მე შენთვის კი ცალკე მტკივნეული რამეა, რომელსაც კი ცალკე უნდა გავუმკლავდე. და ანუ როდესაც სულად ხარ მოკლედ აი ეს პატარა რაღაცები ხდება ძალიან დიდი. ძალიან გიჭირს. ხო და არ დაიდანაშაულოთ თავი. ეგეთ მომენტებში მთავარია რომ გადავრჩეთ და ისო ფეხზე დავდგეთ. და ყველა ადამიანი ვინც გვიყვარს, ვისაც უყვართ, ასე თუ ისე გაგვიგებს. ადრე თუ გვიან, იმიტომ რომ სიყვარული ეგეთია. ჩვენც ეგრე ვართ სხვებისადმი, ვინც გვიყვარს. მე კიდე ანუ სახლშიც მაქსიმალურად მაქვს ხომ შეზღუდული ეს ანუ მაგალითად არ ვჩხუბობ ამ პერიოდში არ შევდივარ კონფლიქტში უბრალოდ კამათშიც კი და შემდეგ ამიტომ რომ ამას დავიღებ ეგეც ძალიან გაკარგვინებს წონასწორობას რა და სახში ხა ყველას ეს მის და მერიდებიან ხოლმე და შევას მაგ ხოლმე მომენტები რომ ანუ სულ ხო ერთხელ ვარ თამაშობთ გარეთაც დავდივართ აი მქონდა ხალხო ისეთი პერიოდები რომ ბავშვთან და გარეთ მარტო ვერ გავდიოდი ამ ჩემ თავში იმედი არ მქონდა იმედენად სულად ვიყავი და აი ეხა კარგად რო ვარ მე თვითონაც კი მიჭირს იმის წარმოდგენა რომ როგორ შეიძლება რომ მაგალითად უბრალოდ ბავშვის პარკში წაყვანა იყოს რაღაცა მთელი დღის გმირობა როგორ შეიძლება არ შეგეძლოს და იგულისრევამდე მიდიოდე უბრალოდ სადმე რომ გახვიდე და აი ენერგია არ ქონდეს საერთოდ ხო აი როგორ შეიძლება ან თუ ამას არ გამოცდი ადამიანი უბრალოდ ვერ მიხვდები ეს როგორ შეიძლება ან უბრალოდ არ მქონდა ენერგია ხო და მიუხედავად ამისა ევას სულ ვატარებდი ანუ იყო რა თქმა უნდა დღეებს არ წამიყვანია ოღონდ იმიტომ კი არა ჩემ გამოარტა ვიყარ იმიტომ მაგალითად მთელი დღე წვიმდა და ასე შემდეგ ყოფილა ეგეთი დღეები ნამდვილად მაგრამ მაინც ყოველ დღე მიმყავდა თუმცა არა მარტო ანიკა მომყვებოდა ან ვინმე მაინც მომყვებოდა მარტო იკას არ დაყავს ზევაგარეთ საერთოდ არასდროს არ ვიცი მოკლედ ეგ ცალკე თემაა კიდე ხო და ანუ ეგას აქ ურთიერთობის გარკვეული მანერა რომელიც გოგო ბავშვთან მე მაგალითად არ მომწონს რომელიც აქ ნასწავლი როგორც მათ ექცეოდათ მამა ბიჭებს მაგრამ ხა ეს სხვა დრო იყო და ეს არის გოგო და ძალიან დიდ სიყვარულში და ძალიან დიდ გაგებაში და ახსნაში და სხვანაირად ვსრდი აბსოლუტურად და არ მინდა რომ გარეთ გაიყვანოს და რაღაცა ბავშვისთვის ეს გასეინება სტრესი იყოს და არა რაღაცა დადებითი ემოციებით დატვირთვა. ამიტომ ყოველთვის ერთად მივდიოდით, არც მithქვია რომ შენ წაიყვანე, ერთხელ ვუთხარი და მითხრა ერთად წავიდეთო. მაგრამ სახლში მქონდა ხოლმე მომენტები რომ აი მინდა რომ 1 საათი მაინც უბრალოდ არავინ ხმარ გამწეს და მათ შორის ბავშვმაც. და
აბას ვეუბნებოდი დედა გთხოვ აი ცოტა ხანი შენთვის ითამაშე რაღაცა ესმის აი ისე ესმის ოღონდ ახლა რატო ესმის იცით მე ხომ მთელი დრო მაგასთან ვარ ჩვენ დროს ერთად ვატარებთ მე ყველაფერს ვუხსნივ საუბრობთ რაღაცა და ანუ მე ბავშვი ანუ უყურადღებოდ მთელი დღის განმავლობაში ბავშვი არ არის ხვდები და მე როცა ეუბნები რომ ან მაგალითად ვიდეოს ვიღებ, ან ვიდეოს ვაკეთებ, ან ეხა მაგალითად შენთვის ითამაშე, ეს ესმის, ანუ შეუძლია რომ რაღაც დრო მოგცეს. ну ეხა პატარაობაში რა თქმა უნდა უფრო პატარა რო იყო არ ესმოდა, მაგრამ ეხა ესმის, მოდი ბონი ამხდია. ხო. ხო და ძალიან კაი ერთ-ერთი ადამიანი რომელსაც გარესმის ჩვენ სახლში არის ლია. ყოველთვის როცა ძალიან მიჭირს და როცა ძალიან ცუდად ვარ, ცეცხლს ასხავს ნაოდსა და ცდილობს რომ აკიყოლიოს. ცდილობს წონასწორობიდან გადაგიყავს, ჭკუიდან შეგშალოს და მხოლოდ ამ დროს არის თვითონ კარგად. ანუ იღებს შენგან ამ ენერგიას და თუ დიდი ხნის განმავლობაში ამას არ აძლევ, ანუ მე მიდის და სხვაგან ეძებს ამას და სხვაგან იღებს. ისეთი მაგალითები მქონდა რომ პირიღია დამრჩა. და სანამ მე ვაძლევდი მაგას გამუდმებულად, ანუ გარეთ ამას არ ამშყავნებდა და გარეთ ეს არ გაქონდა, ეს მარტო ჩემთან იყო სახლში. მაგრამ ეხლა აი ქეზოში ციტკა და გახკიო და როცა ძალიან დასჭირდა, ანუ უნდა მიიღოს ვინმესგან ეს ემოცია. ხონეი დაშეულია. ხო და როგორც კი რამე ისეთი ხედავს რომ მოწყვლადი მომენტია, რაღაც ესეთი რთული, რომ გიჭირს შენში იგნით, ეგრევე გამორბის, რომ აბა გაქეკოს, გატკინოს, გაგამწაროს რომ იმას, მაგრამ ეგრევე ვიკეტები. როგორც ღარბი, როგორც კუ, ანუ შევდივარ, всё. ხდები ნეიტრალური, არ ვუშავ ჩემ ემოციებთან. მაშინაც გიოცა ძალიან მიჭირს გადახარშვა. ეხა შაბათს გქონდა. ესე იგი, როცა ყველა სახლშია, უფრო რაღაც იმას გრძნობ ძალას და უფრო ადვილად გადავხარშავ ხოლმე. შაბათს არის დღე, როცა მარტო ვართ მე და ლია. და რა მოხდა? ხო. რა მოხდა და მე აქეთ ვიყავ გამოსული. და მარიამა ჩხაპელიამ რომ გამოგვიგზავნა Hello Kitty-ის დუხი ხო იცით? მაგას ესე ასხურებს ხოლმე და შეუსხია აი აქ, მაგრამ თვალშიც შეესხა, აი აქ სუნიას დიოდა საოცარი. მაგრამ თვალშიც ხო შეესხა, ის ხო იფრქვევა. და ეს ხომ მწარეა, სპირტის ბაზაზე არ არის გაკეთებული ეგენ და ეტყობა დაეწვა რა, და მე სამზარეულოში აი მოირბინა ესე და დედა დუხი ესეო შევისხიო და მეთქი ვაიმე წამოდი ჩქარა ამოვიბანო თქო და მე რო ნახა რომ შემეშინდა. მე ძალიან შეეშინდა. ეგეთი ბავშვია რომ ძალიან ეშინია ყველაფრის რაც შეიძლება იყოს დაკავშირებული ჯანმრთელობასთან. ეს ბებიას და მამას გავს ძალიან მაგ შიშებში. ანუ ძალიან ეშინია ხოლმე რა. აი პატარა განაკაწრისაც კი რომ გაეკაწრება ძალიან ეშინია და არ ამბობს რომ გაეკაწრა, ან რაღაცა რომ ეთკინება, არ ამბობს რომ რაღაცა ეთკინა. ანუ არ შეუძლია იმის აღიარება რომ რაღაცა ეთკინა, რაღაცა ცუდად აქვს, რაღაცა თითიც რომ თხილი რო ეთკინა, მაშინაც ამ სუმალავდა და ამბობდა რომ it's okay, არაფერი, ანუ აი ძალიან განიცეს ხოლმე რა. ხო და მივიყვანე სასწრაფოდ ამოვბანე და მთელი დღე მაგ დღეს დადიოდა და ჩუმად ბურთღუნებდა მთელი დღე. ხო და მე ეგ რომ მოხდა, გამოვიდა და ვაიმე, ბავშვი ხოტირის. მე ვამშვიდებ, რომ დედა არაფერია, ყველაფერი კარგად არის. ეხლა ამოვიბან და მორჩა გაივლის რაღაცა და მოვიდა და ანსა ვაი დაიწყო და ეს ბავშვი კიდე უფრო შეშინდა, უფრო ხმამაღლა ატირდა. ხო და მე იქით მიმყავს ეს ბავშვი, ცალკე ხო ნერვიულობ იმაზე, რომ ბავშვი ტკივა და განიცეს. ცალკე ხო ნერვებზე გთხრი ისე რომ სპეციალურად ხედავ რომ ადამიანი ცეცხლს და ნავთს ასხავს. მაგრამ არაფერს არ ამოვიდა, რომ თვითონ კიდე უარესი მოხდება. და ესა ეს რა და მე ევა გაჩუმდა. აღარ დამშვიდა, ნახა რომ ანუ ამობანე აღარც ეწვის, საშიშიც არ. რა ობოთე რაო? ანუ ნახა რომ საშიშიც არ არის, აბა, ნუ გაჩუმდა რა და სამჯერ შემოვიდა.
ვაიბება კიდე ტკივა, ვაიბე თვალი, კივის. ანუ ხედავს, რომ ამას რო ეუბნება ბავშვი კივის და კიდე გადის, კიდე შემოდის, კიდე გადის, კიდე შემოდის, თან მეუბნება რაღაცებს. ანუ ამასთან დაკავშირებულს კი არა. აი ეს რაღაცას რადგან ძალიან ხანია ნალაპარაკები გვაქვს, იცის ჩემი აზრი და მეუბნება აბსოლუტურად საწინააღმდეგოს ყოველთვის რომელთაც მატრიგერებდა რა. ანუ პასუხი არ არის, რეაქცია ნული. აი ესე რომ ვარ, კითხავ რაღაცამ როგორ გაქვთ ურთიერთობა, როცა ესე ვარ, პასუხი არ არის, რეაქცია. ნუ ნელა მე ქრება. ქრება და ნულამდე დადის, ქრება და ნულამდე დადის. თუ არა და ტრისას და ავიშას. რაც უფრო მეტად აგძლევ შენ რეაქციას, მით უფრო მეტად იკვებება და მით უფრო მეტი უნდა და გთხოვს. და სულ აქვს ცდილობები. სულ და ყოველთვის მაშინ როცა ხარ მოწყვლადი, როცა შენ თვითონ ხედავს, რომ აი ძალიან ნერვიულობ, აი მე დედა ვარ და ჩემი შვილი ძალიან ნერვიულობს ყოველთვის. პირიქით მე შევეცდები ჩემი შვილი დავამშვიდო, ხო? არა. ანუ პირიქით როცა ხედავს, რომ მე ძალიან ნერვიულობ, პირიქით მე უნდა ამშალოს რა, იმიტომ რომ ჩემი განიღებს ამას ვთქვი. ანუ როცა მე აი ამ მექანიზმს მივხვდი, ჩემი ენერგია ჩემთან უნდა დარჩეს. მე ვარ პატრონი ჩემი ენერგიისა, სხვას ვაძლევ თუ არა ეს მე ვწყვეტ ამას. როცა მე არ ვაძლევ ჩემ ენერგიას სხვას. მე ვერ იღებს. მე მიდის ეს სხვა განენძებს. ნუ რა თქმა უნდა გაუცნობიერებლად ხდება ეს. მაგრამ კატასტროფაა. და ამის ფონზე ასე ვიყავი. ამის ფონზე გამოვედი ნელ-ნელა რა. აი სვასეთ შემოტევების. მაგრამ ჩემი თავის წყალობით, ჩემ თავთან ყოფნის წყალობით, მაქსიმალური იზოლაციის წყალობით, თუნდაც აი რომ ესაუბრა იმაზე როგორ ვარ, მაგის ენერგიას არ მქონდა, ამდენჯერმე ვეცადე ვიდეო ჩამეწერა მაგ თემას და რაღაცა ვერ გადმოვეცი ბოლომდე, რა, იმიტომ რომ იმის ენერგიაც არ მქონდა, რომ აი სიღრმე გადმოვეცე. ეხლა არც მინდა რომ გადმოვცე. უბრალოდ ეგეთი დეპრესიული მომენტი მე ცხოვრებაში არასოდეს არ მქონია, ბევრჯერ მქონია, მაგრამ ასეთი არ მქონია არასდროს. თუმცა ვთვლი რომ მჭირდებოდა იმისთვის რომ რადგან ანუ როგორ რაღაცა მომქონდა იცი დამთავრდა ერთი ეტაპი აფშე ყველაფერი ვისწავლე ეს ისწავლად შეიძლებოდა რა გაკვეთილი ცხოვრება მომიტანა ყველაფერი ვიცი უკვე და ან იქ უნდა მეტრიალა ისევს გამუდმებით და როცა თუნდაც ნასწავ გაკვეთილში ტრიალებ გამუდმებით და წინ არ მიდიხარ ეგეც დეგრადაცია ან კიდე წინ წასულიყავი და რადგან იქ ტრიალებდი მოხდა ეს გარდატეხა და ის ყველაფერი უბრალოდ ჩამომშო და გაქრა და დავჭი სიცარიელეში რომელიც კი ბიძგებს რომ წინ წახვიდეს სხვა გზა არ გაქვს და დავიწყე წინ სიარული ჩემი თავისკენ და ეს ძალიან მშვენიერია ანუ ხა შემილია ახლა აღარ ვარ ისეთ ნულზე რესურსულად აი ვიდეოებს ვერ ვიღებდი ხალხო აი არ ვიცი ეს არის ის რაც მე ყველაზე მეტად მიყვარს რისიკეთებას ანუ ჩემი საყვარელი საქმე არის ან ჩემი ჰობი უბრალოდ ენერგია და რესურსი არ მქონდა ანუ ანუ სადმე წასვლის თავი არ მქონდა რაღაცის გაკეთების თავიც არ მქონდა ანუ აი საჭმელს რო ვაკეთებდი გმირობა იყო და არაფერი არ მშველოდა მე ეგეთი ადამიანი ვარ რომ თუ არ ჩავწვდი მიზეს და არ მოვაგვარე მე გამაყუჩებლები არ მშველის ისიც მაწუხებს რაც მაწუხებს რომ არაფერი არ მიშველის თუ ეგ არ მოვაგვარე და რეალურად ეგ მაწუხებდა ახალი გზა იყო საჭირო
ძალიან ბევრ შეხედულებაზე რომელშიც დარწმუნებული ვიყავი ეჭვი შემეპარა. ძალიან ბევრი ვაფშე ვნახე რომ შეცდომა იყო. იმიტომ რომ ისეთი მაგალითები ჩემ თვალწინ დატრიალდა. გინდა მსოფლიო ასპარეზზე, გინდა უბრალოდ ადამიანურზე, რომ აი სულად საპირისპიროს რომ ამტკიცებს ვიდრე შენ გჯეროდა მთელი შენი ცხოვრება. და მე ხვდები როგორი ახალგაზრდა, როგორი გამოუცდელი, როგორი უცოდინარი იყავი, რომ აი ასეთი დიდი თავგამოდებით რაღაცა გჯეროდა. რაღაცაში ცდებოდი. და კიდე იცით იმის აღქმა, რომ ყველაზე საშინელი აღქმა. ესე ვინახე, რა საშინელება, როცა ახალგაზრდები კვდებიან. აი რამხელა ტრაგედია და რა საშინელება, როცა ახალგაზრდები კვდებიან. ანუ ადამიანი ცხოვრებას რო ვერ იცხოვრებს, რა საშინელებაა. და მერე უყურებ ადამიანებს, რომელსაც გაიარეს ცხოვრება, იცხოვრეს 88-90 წელი და ხედავ რომ ეგეც საშინელებაა. ანუ ნახეს უამრავი ადამიანის სიკვდილი, რომელიც უყვარდათ, დარჩნენ მარტო. თავში ყველაფერი არაფერია. აი ორივე შემთხვევაში უბედურება, ახალგაზრდა მოკვდები თუ დიდხანს სიცოცხლეს, ორივე შემთხვევაში საშინელებაა. ანუ საშინება კი არ არის, ტკივნეულია ძალიან. იმას თავისი სხვა ტკივილი აქვს, ამას თავისი სხვა ტკივილი აქვს. და რა ხნიშნება ვინ ხარ? რას მიაღწიე? ეხლა მაგალითად აი თამუნა მდივანს შვილი მოუკვდა. ანუ დედები რომელსაც შვილი უკვდებათ, მთელი ცხოვრება განწირული არიან. აი ამ ტკივილის სატარებლად რომელსაც ენა ვერ აღწერს. ეს არის საშინელება. და რომ ციცხოვრო 100 წელი. თორმეტ როგორია ეს სიცოცხლე. და იმ შემთხვევაშიც თუ ეგეთი რამე უბედურება არის შემთხვევა ადამიანს ყველა ვარიანტში, რომელიც გაივლის 70 წელს, მივა 80 წელს და ყველა ვარიანტში ნახავს როგორც მინიმუმ თავისი დაძმების, მშობლების, თანატოლების, ყველას სიკვდილს. ისიც კაი შემთხვევაში, თუ მის შვილს და შვილიშვილს არაფერი არ შეემთხვა. და მე რჩება კითხვა, რისთვის? აი ეს ყველაფერი რისთვის? და მე კარგავს აზრს ყველაფერი. ჩემ პასუხი ისევ ის არის, რაც ყოველთვის იყო. საჩუქარია და დატკბი. ხოლო ეს გაქვს დღევანდელი დღე. მეტი არავინ არაფერი იცის. უბრალოდ დატკბი. და სხვა გზა მაინც არ გაქვს, იმიტომ რომ არავინ არ ხარ. ანუ დიდი მასშტაბით ვაფშე არავინ არ ვართ. რაცა უნდა გავლენიანი ადამიანი იყო, რაცა უნდა სოფლიოს ბესწრე და მაინც დიდი თვალთახედიდან არავინ არ ვართ. ჯანჯველები ვართ ყველა. და რაც შეგვიძლია ისაკეთ, ანუ ჩემთვის დანიშნულოვანია, რომ აი ამ ქაოსში, აი ამ არაფერში ვაკეთო რაღაც, რაც ვიღაცას დაეხმარება. მაგალითად, ამ ყველაფერზე საუბარი. თუნდაც ერთ ადამიანს რომ დაეხმაროს ოდეს მე, იპოვოს რატომ უნდა დარჩეს ამ ქვეყნად, ან თუნდაც ის რომ თავს არ გაუბრაზეს, ურთულეს პერიოდებში როცა ცუდად იქნება, თავს არაფრის თავი და ტრაკი არ ექნება. ანუ მე უკვე ვთვლი, რომ ძალიან დიდი საქმე გავაკეთე. ერთ ადამიანს მაინც აი ამ საუბრებს თუ დავეხმარე. და ჩემი აქ ყოფნა უკვე ღირდა. და კიდე ძალიან რთულია, როცა შენ ხარ გულწრფელი ადამიანი და გარშემო სავსეა ქვეყანა, მსოფლიო, აი მანჭვა გრეხვის მოყვარული, აფერისტი, მატერიალიზმით ახსავსე ხალხით,
რომლითაც ეს ყველაფერი პოზა, არის ფორმა. ასეც კაი ვარიანტში და ცუდ ვარიანტში ჩართულია მანჭვა, გრეხვა, აფერისტობა, გადაგდება ხალატი, მკვლელობა, ყველაფერი. ოღონდ რაღაცა მიიღონ. რაღაცა მეტი ფული, მანქანა, სახლი და მზადაა რომ ვიღაცას მაგალითად სიცოცხლე წაართვას. ან ისეთი რაღაცა გაუკეთონ, რომ იმათში უნდა კარგოს მე სიცოცხლე და ყველაფერი. მე არ ვიცი როგორ შეიძლება ერთხელ თუნდაც 1000 ჯერ ცხოვრობდე და აი მაგაზე წახვიდე. და მე მასეთი ხალხი ცალსა სამყაროში დარჩე სუფთა. ისე რომ არ განერიდო აი ამ ყველაფერს და არ აღიკვეცო და უბრალოდ იცხოვრო და აი აქ იყო სუფთა. ეს 1000 ჯერზნელია ფოტოშოპის. იმიტომ რომ აქ გეხება ყველაფერი. გეხება და ქსურის. აი რო შეგეხება ტალახი, კაკაშკა და შენც რო ყარ ხარ. იმიტომ კი არა რომ შენია. იმიტომ სხვა გადმოგდო და უნდა წახვიდე ჩამოიბანო და ეს ხდება სულზე. არა სხეულზე. და მერე პლუს კიდე ესეთი ადამიანები მოდიან, ვინც შეგეხო და მის გამო აყროლდი შენ და შენ ჩამობანაში დროს ხარჯავ, ესეთი ადამიანები მოდიან და შენ მოგიწოდებენ იმ სისუფთავისკენ, რომელიც მათ არ აქვთ. აი просто ისეთი ცირკია просто ცირკია. ძალიან სული დარჩე, ადეკვატური დარჩე და თან ისე დარჩე, რომ სხვებისთვის мотиваცია იყო. ну ეს თუ არ იქნება вообще ჩემთვის მაგალითად რავი. აზრიც არა აქვს. აზრი აქვს იმ შემთხვევაში, როცა ხარ, ვითარდები, წინ მიდიხარ, შენი საყვარელი ადამიანების ხარ და სხვა ადამიანებს შეასრულეთ უცხოსთვის ხარ რაღაცა ნათელი წერტილი, რომელსაც შეიძლება ჩაებღავჭოს რაღაცა ხავსი. რომელსაც აი ხავსი ხო არის? დინარემ წაგიღო და არის რაღაცა ხავსი ან ტოტი ან რაღაცა, რომელსაც შეიძლება მოეჭიდო და გადარჩე. ხوارწოს გიფიქრია რა დაუჯდა იმ ტოტს ან იმ ხავს, რომ იყოფილიყო რომ შენ გადარჩე. თუნდაც ერთადერთი შე. მაგრამ რომ იყო იმ ხავსის და იმ ტოტის ადგილას, რთულია. აი ძალიან. და გაუთავებელი ბრძოლა. და ძალიან უჭირთ ამ ქვეყნების ადამიანს, ვინც აი ეს რაღაცა მატერიალურზე არ არის ორიენტირებული. რამდენჯერ მიფიქრია, ნეტა მეც ეგეთი ვიყო. რამდენჯერ მინატრია. ხო, იმიტომ მე სხვა საფიქრალი აქვს. სხვა გასაჭირი აქვს. და ვაფშე სხვა ლეველია ეგ. არც ეგ არ არის ადვილი, მაგრამ თუმცა მაინც არ გავცვლი ამას იმაზე. ოკეი, მიყარხართ ძალიან ხალხო, ვინც გაიგეთ რაზე ვილაპარაკე. სხვა ვარიანტი ხამდე ვერ უყურებდით. მიყარხართ ძალიან. და ლაიქით ვიდეო გამოიწერეთ არხი. გაკოცეთ და სასაბაბიებდენ ყველაფერზე დღეს საუბარს უბრალოდ ესე დინებამ წაგვიყვანა. მიყარხართ.